რელიგიის თავისუფლება ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ ადამიანს უნდა შეეძლოს თავისუფლად ასრულოს, აღასრულოს ის რელიგიური რიტუალები თუ რელიგიური ცხოვრება თავის ქვეყანაში, იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობს. ჩემთვის რელიგიის თავისუფლება ამას მაქსიმალურად უნდა იყოს თავისუფალი ამ თვალსაზრისით. რაც შეეხება სახელმწიფოს როლს რელიგიურ ცხოვრებაში, მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი სახელმწიფო მაშინ არის ძლიერი, როცა ის არის მაქსიმალურად სეკულარული და ცდილობს მაქსიმალურად ანგარიში გაუწიოს რელიგიურ საქმიანობის სწორად და კარგად შესრულებისათვის და ხელი შეუწყოს ამ საქმიანობის განვითარებაში, ამ საქმიანობის სწორად შესრულებას. მე ვფიქრობ, სეკულარული სახელმწიფო უფრო იოლად და უფრო სწრაფად არეგულირებს ამ საკითხს. რაც შეეხება იმას, რომ როგორ არის დღეს საქართველოში რელიგიური თავისუფლება, მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის ისეთი სახარბიელო მდგომარეობა, იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს ფაქტები, რომელიც ზოგადად აფიქსირებს იმას, რომ საქართველოში რელიგიური შეწყვილების თვალსაზრისით, ურთიერთობის თვალსაზრისით არსებობს რაღაც პრობლემები. ის რომ თანაცხოვრება სხვადასხვა რელიგიისა და რელიგიური ორგანიზაციების და რელიგიური წამსის მქონე ადამიანებს შორის ეს არის აუცილებელი. ეს მე ვფიქრობ, რომ ყველა რელიგია მიუთითებს იმას, რომ არის სიყვარულის რელიგია, ყველა რელიგია ამბობს იმას, რომ უნდა გიყვარდეს ადამიანი პირველ რიგში. ეს არის მთავარი არგუმენტი, სწორედ იმისა, რომ ნებისმიერ ადამიანთან მისი აღსარულობის მიუხედავად უნდა გქონდეს ურთიერთობა და ისლამშიც. სწორედ ეს არის მთავარი არგუმენტი, ვინც არ უნდა იყოს ის, მთავარია ეს არის ადამიანი, არ განსხვავდება არაფრისგან და შენ მაქსიმალურად უნდა იურთიერთო მასთან. ეს იმას ნიშნავს, რომ თანაცხოვრების პრინციპი ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი რელიგიურ თვალსაზრისით. თუ ჩვენ ბოლო 2-3 წლის შიგნით განვითარებულ მოვლენებს გადავხედავთ, მნიშვნელოვანი პრობლემები არის ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით სამართლებრივი თვალსაზრისით, ის რომ წინააღმდეგობის შემთხვევაში, ანუ არსებულ დანაშაულებრივი ფაქტის დროს, სამაგათად არ უშვებენ ლოცვაზე ლოცველს, არ არის აღკვეთილი როგორც სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ სამართლებრივი შეფასებები არ აქვს ამ თვალსაზრისით, რომელიც უფრო ქმნის პრეცედენტს იმისა, რომ გამრავლდეს მსგავსი ფაქტები. ეს ალბათ მოსაწესრიგებელი და მოსაგვარებელი პრობლემა არის. რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოში, მე ვფიქრობ, ეს მომენტი შეიცავს ნაწილობრივ დისკრიმინაციულ მომენტს იმ მიზეზის გამო, რომ ქვეყანაში აღიარებულია ერთი რელიგიური მიმდინარეობა და რომელსაც სახელმწიფო ამ თვალსაზრისით გარკვეულ პრივილეგიებს შეაყენებს სხვა რელიგიურ მიმდინარეობებთან, ვფიქრობ, ეს შეიცავს გარკვეულწილ პრობლემებს, თუმცა ის რომ სახელმწიფო თუ გართვლის იმას, რომ სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს და სხვა რელიგიურ თემსაც შეუქმნას პირობები და არ ქონდეს მას არ იგზნოს თავი დისკრიმინებულ ფორმატში, ამ შემთხვევაში ალბათ გამოსწორდება სიტუაცია. დღეს არსებული მდგომარეობით რაღაც პრობლემები ამ საკითხთან დაკავშირებით ზოგადად იგრძნობა.